გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა შეხვედრა მეცნიერთა კონგრესთან. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ფუნდამენტური საკითხების განხილვას, რომელიც აუცილებელია ძლიერი საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. წარმოგიდგენთ ჩვენი ვირტუალური გადაცემის სტუმრებს, მეცნიერთა კონგრესის სულის ჩამდგმელი და ლიდერი, პოლიტიკოსი ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი, პოლიტიკოსი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ბატონი კოტე კემბულარია. ჩვენს გადაცემაში ყოველთვის მოვიწვევთ საქართველოს რეგიონებიდანაც წარმომადგენლებს, ან ქუთაისიდან გვესწრება იურისტი ბატონი არჩილ ნიჟარაძე. ასევე ჩვენ ყოველთვის დაუთმობთ ეთერს და მოვიწვევთ ემიგრაციიდან გადაცემაში წარმომადგენლებს. დღეს ისრაელიდან გვერდება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ბესიკ ბოგველი და იტალიიდან პოლიტოლოგი ბატონი კოტე სიჭინავა. მადლობა ძვირფასო სტუმრებო გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა გახლავთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. მეცნიერთა კონგრესი თვლის, რომ 33 წლიანი დამოუკიდებლობის გზაზე საქართველო ვერ გახდა სტაბილური სახელმწიფო. სწორედ ამიტომ მეცნიერთა კონგრესს მიაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყანა მიიღოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა სახელმძღვანელოდ. რა არის დღეს ქვეყნის პოლიტიკური მდგენელი? ქვეყანაში დღეს არასტაბილური პოლიტიკური მდგენელია. ეს არის პრაქტიკულად ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და ეს მიდის სამი მიმართულებით. ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ შეინარჩუნონ აქტიური პოლიტიკური ველი, ხოლო საზოგადოება იბრძვის ევროპული მომავლისა და ეკონომიკური სტაბილურობისათვის. არ მოვყვები აქ პოლიტიკური პერიპეტიების განხილვას, ამას ჩემზე უკეთესად ცნობადი სახეები, ცნობილი პოლიტიკოსები გააკეთებენ, რომლებიც დღეს გადაცემაში მონაწილეობას იღებენ. წარმოგიდგენთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის რამოდენიმე პუნქტს მოკლედ შევეცდები 3-4 წუთში ჩავეტიო. მე აქ თეორიულად ნამდვილად ვერ წავიკითხავ მთლიანად ამ პუნქტებს, 12 პუნქტია, ხოლო შინაარსობრივ ნაწილს შევეხები პუნქტებისა. პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს ოჯახის საკუთრებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას სახელმწიფოსგან. მეორე პუნქტი, რომელიც გულისხმობს ის, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა იყიდებოდეს. ეს არის მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და სხვა ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა. მესამე ეს არის, რომ განათლება უნდა იყოს კონსტიტუციურად აღიარებული როგორც პრიორიტეტი. მეოთხე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იღებდეს ცალკეულ დოქტრინებს, თავდაცვით დემოგრაფიულ, სასულსათო ენერგეტიკულ და უსაფრთხოების დოქტრინებს. მეხუთე, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ომი არასდროს დაიწყება. მეექვსე, საქართველოს ხელშეკრულებას, სტრატეგიულ ხელშეკრულებას აფორმებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მეშვიდე, ყოველი ქართველი და აფხაზი დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უნდა ჩაითვალოს დაბადებიდანვე საქართველოს მოქალაქედ. მერვე, საქართველოს იცავს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ინტერესებს და მათ შორის ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტების ინტერესებს. მეცხრე პუნქტი, კორუფცია, ნეპოტიზმი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს
ღალატად. მეათე, დაუშვებელია გარედან მიღებული დაფინანსებები პარტიებისთვის და საინფორმაციო საშუალებებისთვის. მათი დაფინანსება უნდა ხდებოდეს საქართველოს ბიუჯეტის 1%-დან. კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისთვის კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებებს. და თუ ეს უფლებები ირღვევა, ადამიანის კონსტიტუციური უფლებები თუ ირღვევა, მაშინ ეს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს. მე-12 კონსტიტუციურად უნდა იქნას გარანტირებული, რომ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება არის ხალხის სახური. თქვენ ახლა მოისმინეთ მთლიანად აი ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მთავარი ძირითადი შინაარსი პუნქტების მიხედვით და რამდენადაც ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა მეცნიერთა კონგრესში იქნა შემუშავებული და მისი სულის ჩამდგმელი და ხოცის შემსხმელი იყო ბატონი თეიმურა შაშიაშვილი, მე პირველი კითხვით გადავალ ბატონ თემურთან. ბატონო თემურ, რატომ დღეს, რატომ ახლა, რატომ არის აუცილებელი ამ დოქტრინის მიღება და რატომ ვერ ჩაანაცვლებს მას არსებული სამთავრობო პროგრამები? გამარჯობთ ვიყოთ მეგობრებო, ძალიან სასიამოვნო შემადგენლობის წინაშე გამოდივარ. მე ერთს დავაზუსტებ, რომ ბატონი ბესიკ ბოგველი, რომელიც რამდენიმე თვეა გასულია ქვეყნის გარეთ, ძალიან საინტერესო მეცნიერულ კვლევებშია ჩართული, არის მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი სპიკერი და ერთ-ერთი როგორც είπიან საყდენი კაცი, ასევე ბატონი კოტეკემულარია და ასევე მინდა ვთქვა, რომ ქაბატონი ლუარანი ჟერაძე პირველივე დღეებიდანვე ამ კონგრესისები, ანუ ჩვენ პრაქტიკულად 4 პიროვნება ვინც არ ვართ, ისინი რომლებიც თავიდანვე ვიყავით ჩართული, როდესაც გელათში დაიწყო ამ დოკუმენტის მიღება და ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ საოცარ ამის გეტყვით ახლა, რომ ზუსტად 20 წლის წინ 2006 წელში 1200-ზე მეტი მეცნიერი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ და მთავარი პუნქტები, რომელიც აქ არის ჩამოყალიბებული, მაშინ მოხდა მიღება ამ დოკუმენტების. ჩვენ ვამზადებდით ეროვნულ ყრილობას, რომელიც შემდგომ გახდა მიზეზთა გამო შეუძლებელი, ამაზე დღეს არ ვსაუბრობ, მაგრამ 20 წელია ასე იგი ასეთი დიდი შემადგენლობით დაწყებული კონგრესი ითხოვს იმას, რომ რომელიმე ხელისუფლებას განეხილა ის, რასაც ქვია ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. მაშინ იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, არ განიხილა. მოვიდა შემდგომ ინძინავანიშვილის ხელისუფლება, ამდენი წელია და არ იხილავენ. და მე რო ჩამოგითვალოთ თქვენ, რომ ვინ იყვნენ იქ და რა პიროვნებები გამოვიდნენ, აი რამდენიმე მარტო ყველას ახსოვს მაშინ ოტე იოსელიანის გამოსვლა იქ და რეზო ჭეიშვილის. თუ ოტე იოსელიანი და რეზო ჭეიშვილი, თუ ის დიდი მეცნიერები, ვინც იგეცრებოდნენ, ესენი ეროვნულები არ არიან და მათი შექმნილი დოკუმენტი განხილვის ღირსი არ არის, მაშინ ჩვენ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. მეორე, ეს იყო 20 წლის წინ. ამ ყრილობას ოჯახით ესრებოდა გიორგი ყობახიძე, ხელობაში მგონს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მამა და ჩვენ ერთად ვიყავით მაშინ წინ საქართველოში, ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი ყობახიძე, მალხაზ გულაშვილი და ძალიან ბევრი ვიყავ. ძალიან მწუხვარ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც 20 წლის წინ ყველა მივიღეთ და მთელი ოჯახით ესრებოდა მაშინ ბატონი გია ყობახიძე და ასე იყო უაღრესად საინტერესო განხილვა. გითხარით, 1200 კაცს მონაწილეობდა. რა იყო ერთ-ერთი მთავარი პუნქტი დააკვირდით, ახლა იმ პუნქტებში არ წერია, მაგრამ ნახეთ ჩვენი ყველაზე დიდი მიგნება რა იყო, რომელიც აი საკონსტიტუციო ნაწილის დასაწყისშივე წერია. ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს როგორია ქვეყანაში დამოკიდებულება ნიჭისა და ინტელექტისადმი და რომ სისტემაა შესაძლებელი, მართვის სისტემაა შესაძლებელი. ეს გვინდოდა მაშინ და მთავარი.
ჩვენ შევთანხმდით იმას, რომ წარსული შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესებს, სხვა ქვეყნის ინტერესთა ზრდების სახელმწიფო. დააკვირდით ბატონო, რომ საქართველოს მუდმივად ბოლო აწლეულებია, საბჭოთა კავშირის დროს რაც იყო გასაგებია. იმის შემდგომ არის მუდმივად სხვა სახელმწიფოების, განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოების ინტერესთა დაჯახების ქვეყანა. ჩვენ ხან ერთს ვეგებით ფეხქვეშ, ხან მეორეს ვეგებით ფეხქვეშ. მეცნიერთა კონგრესმა თქვა, ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. და აქ მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, მაგრამ სულად მინდა ამას რომ შევეწყო, რომ დააკვირდით მე-6 პუნქტი როგორია. საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სხვასთან არ უნდა მოხდეს. ჩინეთთან გავაფორმეთ ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, ჩინეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს ამ დოკუმენტში. ჩვენ პირდაპირ თუ ირიბად, უფრო მოვიტყვიან ირიბად, მაგრამ შენიღბულად პრაქტიკულად რუსეთთან მუშაობ, მაშინ როდესაც ამ დოკუმენტის მიხედვით რუსეთთან ჩვენ არ უნდა თანამშრომლობდეთ, იმიტომ რომ რუსეთმა პრაქტიკულად დაარღვია ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. ანუ ეს არის დოკუმენტი, რომელიც თავდაყირა აყენებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჰქონდა ნაცმოძრაობას, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. მე ძალიან კარგად მესმის, ახლა არ უნდა დიდი დრო დავიკავო, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რომ ამ არც ერთს და არც მეორეს ამის გაკეთება არ უნდათ, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი უამრავ შეზღუდვას აკეთებს და შეზღუდვა ეხება საქართველოს მომავალზე ფიქს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გაფეთიშებას. ამ დოკუმენტის მიღების შემდგომ პოლიტიკური პარტიის გაფეთიშება ვერ მოხდება. თუნდაც აქ რომ წერია, თქვენ შეეხეთ ამას, რომ ასე იგი კორუფცია, ნეპოტიზმი გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად, ეს რომ გამოცხადებულიყო და ეს რომ მქონდეს ქვეყანაში, ციხეში არავინ არ გვეყოლებოდა ჩვენ დღეს. დააკვირდით, ვინც დაიჭირეს, ვისთან ჰქონდა ურთიერთობები, მინისტრის მოადგილე ნათესავი, სადღაც ნათესავი. პრაქტიკულად დღეს მთელი პოლიტიკა აგებულია მეგობრობა ნათესაობაზე და საქართველოს ვერ იქნება წარმატებული ქვეყანა ორი რამის გამო. დღეს რეალურად დემოკრატიის მიმართ განწყობა შეიცვალა ქვეყანაში და საქართველოში გონიათ, რომ დემოკრატია არის უბედურება. საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა არ ყოფილა, არ არის და ჩვენ ამას ვამბობთ, რომ უნდა იყოს. დემოკრატიული ქვეყანა რომ იყოს, არ შეიძლება რომ პოლიციური რეჟიმი იყოს. არ შეიძლება ხაზგასმა მინდა გავაკეთო, რომ ესე იგი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ სახელმწიფოზე, რეალურად ამის გემო საქართველოში არ იციან. და სწორედ ამით იგებს ხელისუფლება, იგებს იმით, რომ ხალხს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დემოკრატია არ არის საჭირო, რომ ერთმართველობაა საჭირო და რომ საქართველოს უკვე შევარდნაძის პერიოდი იყო და ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით იმართებოდა, მოვიდა სააკაშვილი და ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით იმართება, მოვიდა ბიძინევანიშვილი და ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით იმართება ქვეყანა. თუ ეს არ დამთავრდა და ამ დოკუმენტში წერია, უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული მმართველობა და დაიწყოს სოლიდარული, ესე იგი, ქვეყნის სოლიდარული მართვა. ესაა პრინციპი მთავარი. ჩვენ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს დოკუმენტი განხილვაში მოვიდეს, საზოგადოებაში გავიდეთ, ხალხში გავიდეთ, ვინც ამას კითხულობს, ყველა ამბობს იმას, რომ ამ დოკუმენტში არის გადარჩენა. ვიღაცამ შეიძლება რაღაცა მიამატოს, მოაკლოს, სრულყოთ, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ის რომ ქვეყანას უნდა გქონდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელიც შემდგომ უნდა გახდეს კონსტიტუციის ნაწილი, ეს კონსტიტუცია თავიდან ბოლომდე შესაძლებელია. ბატონი კოტეკებულარია გაცილებით უკეთესად იტყვის ამას, თუ ეს კონსტიტუცია ისეთია, რომ ჩვენ ის შესაძლებელი არ არის და არაფერი, მაშინ უნდა დარჩეს ეს დოქტრინა. 20 წელია 1200 მეცნიერის საზოგადოების ყველაზე წარმატებული პიროვნებების მონაწილეობით დაწყებული 2006 წელში ვერა და ვერ გახდა ის, რომ ტელევიზიებში მოხდეს მისი განხილვა, აი როგორც ასე იგი ტყვის ისე ეშინიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინას, იმიტომ რომ ისინი ისე ვერ იპარპაშებენ, როგორადაც დღეს პარპაშობენ და ერთმართველური სისტემა რომ არის ქვეყანაში.
ბატონ თემ შემდეგ დაგიბრუნდებით ახლა მე მინდა ბატონ კოტესთან გადავიდე ასეთი კითხვით ბატონო კოტე თქვენი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე გთხოვთ გითხრათ რა არის ის პოლიტიკური გარანტია რომ ეს დოქტრინა რეალურად ამუშავდეს და არ გახდეს მორიგი თეორიული დოკუმენტი მოგესალმებით დიდი მადლობა ფოტოისთვის მე ვფიქრობ რომ უნდა დავიწყოთ ერთ-ერთი წამყვანი პუნქტიდან ამ დოქტრინის რომელიც მეცნიერების წამყვანი ძალიან ცნობილი მეცნიერების მიერ არის შემუშავებული და ძალიან დიდ ინტელექტუალურ ცოდნას და გამოცდილებას ეყრდნობა ეს არის უსაფრთხოება ნებისმიერი ქვეყანა ზრუნავდა და ზრუნავს და მომავალში ზრუნავს საკუთარი მოსახლეობის ბედზე შვილიშვილების ბედზე და უსაფრთხოება არ არის მარტო თოფი, ტანკი, თვითმფრინავი და ასე შემდეგ. თუ ქვეყანა არის გახლეჩილი, საზოგადოება არის დაპირისპირებული, რაც სამწუხაროდ დღეს პიკს ახსენს საქართველოში, აი დოქტრინა სწორედ ეროვნულ იმ ღირებულებებზე მიუთითებს ყველა მოქალაქეს საქართველოში, რამაც უნდა გაგვერთიანოს, რამაც უნდა შექმნას ქვეყანაში უსაფრთხოების ის მინიმალური სტანდარტი, როდესაც რაღაცა მოძრაობები, აი მაგალითად, როცა თაყობა დაამწვეს ხო რუსთაველზე ხალხს, დღესაც საქართველოს მოქალაქეები დგანან რუსთაველის პროსპექტზე, აი ამ წუთშიც უწყვეტად უკვე 600 დღეა თითქმის ხომ, რა სიტყვენ ისინი არაფერს განსაკუთრებულს 80% საქართველოში მოსახლეობის უნდა რომ იყოს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი. მხოლოდ ამას ითხოვენ რომ ეს მოლაპარაკებები აღდგეს და ის რაც სურდა ჩვენს დიდ მეფეებს, რაზედაც დოქტრინაში არის სწორედ საუბარი, ანუ მემკვიდრეობითობა იმ დასავლური ტრადიციის და ქართული ქრისტიანული სული და ჩვენი ისტორიული მეხსიერება სწორედ აი ამ დასავლურ ქრისტიანულ კულტურაზე და ინტელექტზე არის აგებული. აი უსაფრთხოება უკავშირდება მეორე რამეს ქალბატონობა, რაც არის ფუნქცია, ქვეყნის ფუნქცია. ქვეყნის ფუნქცია თავარი საუკუნეების განმავლობაში იყო, რომ კავკასიაში შავ ზღვაზე საქართველო იყო ლიდერი. მას აღიარებდნენ, მასთან ეს ურთიერთობები ჰქონდათ და ის გეოპოლიტიკური მდგომარეობაც და ასე ვამახოთ, ხო? რომ ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ სწორედ ცივილიზაციას, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების, აი ხა როცა ამ დერეფნებზე, შუა დერეფანზეა საუბარი, დოქტრინა სწორედ ამას ამბობს. ამას სჭირდება ერთიანი პოზიცია ქვეყანაში. აი ჩვენი დღევანდელი წარმოგიდგენიათ ბატონო კოტე, პოლიტიკურ სპექტრში არის ამის მზაობა რომ კონსენსუსი იყოს ამ საკითხზე. აი მადლობა ამ შეკითხვისთვის ჩვენ ამას თავაზობთ ყველას ქალბატონობა ეს არ არის ბავშვად კონგრესის ან მეცნიერების საერთოდ ალბათ ყველაზე მოგზალებული ხალხია ხო ისინი აი ამ შრომას ნაშრომს ფაქტიურად თავაზობენ ყველა პარტიას რომ ეს იყოს გამაერთიანებელი ჩვენ ამას თავაზობთ მოდი დავშეთ განივხილოთ შევავსოთ ეს დოკუმენტი როგორც ბატონმა თემურმა ბრძანა დავამატოთ გამოვაკლოთ თუ რამე მიაჩნია და შეთანხმდება მთლიანად მთელი პოლიტიკური სპექტრი ხო მაგრამ ეს არის ფაქტობრივად მატრიცა ქართული ეროვნული მიმართულებებისა რომელმაც უნდა გაგვერთიანოს დღეს რაც გახლეჩილია აი ისინი ამობენ დღეს მე არაერთხელ თქვი რომ იქ არ არის ეროვნული მოძრაობა მაგალითად ჩვენი კონსტიტუცია დღევანდელი პირველი მუხლი ეხტობა აი რეფერენდუმს რომელიც ჩატარდა საქართველოში 91 წელს რომელშიც აფხაზებმაც მიიღეს მონაწილეობა სამხრეთ ოსეთელებმაც ხო და პრაქტიკულად მთელი საქართველოს აზრი იყო გამოხატული ეროვნული დამოუკიდებლობის შესახებ ეს ეროვნული მოძრაობა ამ ალიანსში დღეს რო ბრძანებენ პარტიები არ არის პრაქტიკულად დღეს ეს დოქტრინა ეს იკითხება აქ მთლიანად სტრიქონებს შორის თავაზობს ყველას ეროვნულ მოძრაობასაც ამ ალიანსსაც ოპოზიციური პარტიებს და თავად ხელისუფლებად ყველანი დავსდეთ ერთად და აი ამ დოქტრინის მეცნიერების მიერ შემუშავებული დოქტრინის საფუძველზე ავაგოთ ქვეყნის
განვითარების გზა, რომელიც მერე მოხდება პუნქტების მიხედვით კონსტიტუციაში, რომელიც სამწუხაროდ ასეთივე კოჭლია, ისეთივე კოჭლია, როგორც ჩვენი პარლამენტი დღეს, რომლის არჩევის გამოძიებას ითხოვს ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, პირდაპირ ჩაიწერა ეგ რომ გამოიძიეთ. ვართ ძალიან მძიმე ეს ხახლა დღეს ისე იფუთება და თითქოს წინ მიდიოათ ძალიან კაი ვითარება სინამდვილეში როგორც იურიდიულად სამწუხაროდ ეკონომიკურადაც და რაც ყველაზე ცუდია პოლიტიკურად იმიტომ რომ საგარეო დოქტრინა ხო ერთ-ერთ პუნქტში წერია რომ ყველა დოქტრინა უნდა გქონდეს განათლების უსაფრთხოების და საშინაოდ რა თქმა უნდა და რაც ყველაზე საგარეო ხო ეს საგარეო დოქტრინა საითკენას ქარი დაუბერავ ისე არის დღეს გაბატონება ეს არის ჩამოგიდებული მოსკოვზე და აი ახლა ევროპა გაძლიერდა ძალიან გაძლიერდა ხო როცა უკვე გუშინ პუტინმა განაცხადა რომ ევროპასთან სასაუბროდ ახლა მიავლინეს ოცნების პრემიერი ერევანში და ერევანში ცდილობდნენ შეხვედროდნენ როცა ევროპარლამენტარებს აგინებენ აქ ჩვენთან ევროპის ერთჩებს ლანძღავენ ბატონო კოტე ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა მოაწესრიგებდა თუ არა ჩვენს მრავალ ვექტორულ პოლიტიკას ასვანდა თუ არა ერთიან სახელმწიფოებრივ ჩარჩოში როგორც შიდა დაპირისპირებულ პარტიებს ისე ჩვენ საგარეო პოლიტიკას ნამდვილად ვინაიდან აქ არასწორი ინფორმაციას აწვდიან დღეს მოსახლეობას ეს აგიტპროპი ოსნობის ხელისუფლებას თითქოს ევროპული კონვენციები რაღაცას აძალებს ან რაღაც საფრთხეს თქვენ ძალიან კარგად იცით და ჩვენ ყველა ვიცით რომ ეს ევროპული კონვენციები არის ისევე როგორც ჩვენ დოქტრინას თავაზობთ საზოგადოებად ეს არის ის დოკუმენტები რომელიც იხილება მე ეროვნულ სახელმწიფოებთან თუ რამე მიუღებელი ან თუ რამე არ არის თავსებადი ეროვნულ ღირებულებებთან ეროვნულ მისწრაფებებთან ყოველთვის არის შესაძლებლობა ან რაღაც ვადით გადაიდოს ან საერთოდ ეს არის მოლაპარაკების საგანი ევროპასთან ხო აი ეს სწორედ დოქტრინა რომელიც ეკნობა ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას მეცნიერულ კვლევებს თანამედროვე მათ შორის ტექნოლოგიურ მიღწევებს ხო და რესურსებს საქართველოს რომელიც დოქტრინის ერთ-ერთი მიმართულება რომელიც და წიგნის გამოიცა საკმაოდ საინტერესო სწორედ ამ მეცნიერთა კონგრესის ძალიან დიდი ნაშრომი რა რესურსები არსებობს საქართველოში აი ამაზე დაყრდნობით ამ რესურსებზე და ამ ურთიერთობით რასაც საგარეო ურთიერთობები ამ ხედველობაში და აქ ევროპა მოდის სწორედ იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვარ და რა თქმა უნდა წინა პლანზე პირველ რიგში ეს ურთიერთობები მოდის აი ეს დაალაგებდა ეს არის ჩვენი დოქტრინის ხერხემალი გაბატონო ჩვენ დაუბრუნდებით მე რას გვავალებს ეს ევროკავშირის წევრობა და ამ ეს დოქტრინა როგორ მოაწესრიგებდა თვითონ ამ ურთიერთობას თუნდაც ევროკავშირთან მაგრამ ეხლა მივყვეთ თანმიმდევრულად ბატონ ბესიკს მინდა დაუსვა ასეთი შეკითხვა ბატონო ბესიკ როდესაც საუბრობთ დოქტრინაზე რა არის მისი ხერხემალი და რომელი სფერო უნდა იყოს პრიორიტეტული ეკონომიკა განათლება თუ თავდაცვა მოგესალმებით ისრაელიდან აღოფერ მუშაობას გისურვებთ მე დავიწყებ იდეას იდეა რა არის მეცნიერთა კონგრესის რომ შეიკრიბნენ აქ ადამიანები რომლებიც ახდენენ კონკრეტული საკითხის ობიექტიზაციას ანუ მათი ტვინი ისეა დამუშავებული რომ ოპოზიციისგან განსხვავებით ისინი კონკრეტულად ამოცანას უყურებენ რა არის პრობლემა და როგორ უნდა ამოხსნას ეს ამოცანა განსაკუთრებული ოპოზიციისა ისინი არიან ურთიერთსაწინააღმდეგობაზე ერთმანეთის მოსპობაზე ეს ჩვენ მემკვიდრეობით გადმოყვებული კომუნისტებიდან ვიცით ხო ჩვენ არასწორად ვაზროვნებთ ამიტომ ერთადერთი სწორი ვინც არის დღეს ვისაც შეუძლია ერის აზროვნების აზროვნება ანუ შესაძლებელია აზროვნებაზე დაკვირვება ამას ბატონი შოთა ნადირაშვილი უდნაძე იძახის მთელი რელიგიური თემა ეს არის ესენი არიან ადამიანები რომელმაც შექმნეს ეს შესაბამისად დოქტრინა რა არის ეს დოქტრინა ეს არის ის საშუალებითაც ჩვენ ყარად დავდგებით ეს არის წერტილი რომლითაც შესაძლებელია შემდგომ დაშენდეს სახელმწიფო ეს არის გემის ღუზა
რომელიც საშუალებას მოგცემს გავჩერდეთ, გავანალიზოთ, შევისწავლოთ ყველა რესურსები, ჩვენ უნდა შექმნათ სამეცნიერო მიმართულებები, დისციპლინარების მართლ უნდა იყოს ხალხი, რომელიც ამ კონკრეტულ დისციპლინებს უხელმძღვანელებს. მეცნიერება რა არის? ამაზე დგას სახელმწიფო, მოდი ვთქვათ რა. პოლიტიკოსები უბრალოდ არასწორად თამაშობენ, ხო? ეხლა რაც შეეხება ჩვენ განწყობას, ამას მამარდაშვილი იძახდა, რომ ჩვენ ისევ საბჭოთა აზროვნებით, საბჭოთა მენტალობით ოპერირებთ ჩვენი ტვინი. აქედან გამოთვლა ესეთი რთულია, თუმცა შესაძლებელი. რა არის საბჭოთა კავშირში მთავარი, რომ მოწინააღმდეგე უნდა მოსწროს. აი რა ხდება დღეს? თურმე ორივე მიდის ევროპაში, ორივე თურმე ერთმანეთს აბრალები, რომ რუსეთისკენ არის და მიდის ერთმანეთის განადგურება. ეს არის საბჭოთა სისტემა, არა მარტო საბჭოთა თურქებიც ესე აკეთებდნენ. კონგრესის მთავარი ამოცანა ზუსტად მოახდინოს იდენტიფიცირება არსებული პრობლემებს. მან არ უნდა გადაიხაროს არც ოპოზიციის მიმართულებით, ოპოზიციის მიმართულებით იყო ამაზე, როდესაც მეცნიერთა კონგრესმა დაიწყო შუალედური კრიზისის მართვა დაიწყო. ეს სწორია და აუცილებლად უნდა დაასრულოს მეცნიერთა კონგრესმა შესაბამისად პოლიტიკური კრიზისის მართვა, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია, როდესაც ხარ ოცნების მიმართულებით განწყობაში, ვერ ხედავ ვერავის, ხედავ ის რომ უნდა ნაციონალური მოძრაობა და მის გარშემო ეს თქვათ ოპოზიციური ძალა უნდა მოისპოს ეს ვინცეს ბედნიერებას ქვეყანას ყველაფერი დაალაგდება და შევალთ რა ვიცი სადღაც ბედნიერებაში ხო ეს ხო სისულელია და მეორე კიდე მეორე როგორ უნდა მოხდეს ამ დოქტრინის მონიტორინგი ხო, ეხლა რაც შეეხება დოქტრინის მონიტორინგი, ეს გამოკრისტალებულია, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მეორე ოპერატიული სისტემის შექმნა, იყო ამაზე ლაპარაკი, ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. ხო, ეს არ ნიშნავს, რომ იცი რა, მას იქნება რაღაცა და ეს იქნება ხალხი, რომელიც შეიკრიბებიან, მოახდენენ არსებული კონგრესი ამ შესაბამისად დოქტრინის საფუძველზე, გამოაკრისტალებენ და ამ იდეოლოგიას გადაიყვანენ პოლიტიკურ ფორმატში და შესაბამისად რასაც პარლამენტი აკეთებს, იგივეს გააკეთებს. ამ ხალხს აუცილებლად იქნება ისეთი სიდიდეები, დროის სიდიდეები, ეს არის წონა, ეს არის სიდიდეები, ეს არის სივრცე, რაც დღევანდელ პარლამენტს ოპოზიციას ეს ცნებები არ აქვს. მათი აზროვნება არის წმინდა აბირანესეული აზროვნება, მარტო ემოცია. აქ მიდის ემოციები და ხალხით სამწუხაროდ ესია. ანუ კონგრესის ამოცანა იქნება შექმნა ძლიერი მეორე ხმა, რომელიც შესაბამისად აი ამ დოქტრინის საფუძველზე შეიკრიბებიან და დაიწყოს რომ დაიწყოს და პარლამენტის მსგავსი სტრუქტურები და შესაბამისად გადაიყვანოს და ხალხზე ვიმუშაოთ. ანუ თუ მეორე ხმა იქნება და ბანი იქნება და ხალხის იდენტიფიცირებას და ფორმირებას მოახდენს საზოგადოებრივი აზროვნების პირველი ხმა არ არის ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ პოლიტიკური მართველი პარტია ყოველთვის გარე პოლიტიკური ძალების ქვეშ ექცევა. ეხლა ამას ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და მოდი ამაზე ვთქვათ, ამაზე პრეტენზია შეიძლება ისრაელს კონდეს, ისიც ხო, აგი ამერიკა თუ დგას. ჩვენ ამაზე ვერ გვექნება პრეტენზია, ამიტომ გარე პოლიტიკური ძალები ყოველთვის ახდენენ და ახდენენ ერის გახლეჩვას. ეხლა ეს ერთი ახალი არ არის. და შეგვიძლია თუ არა ერთად ვიდგეს, რა თქმა უნდა შეგვიძლია, აგი პატრიარქის გარდაცვალებამ ბევრი რამე აჩვენა, ხო? მეცნიერთა კონგრესმა უნდა წავიდეს იმ მიმართულებით, რომ სწორედ რაზეც იყო საუბარი, ეს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის შექმნა. რა არის ეს ხალხი? ეს არის ხალხი, რომელიც კონკრეტულად იცის, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოახდინოს დოქტრინის გადაყვანა შესაბამის პოლიტიკურ ფორმულებაში და ხალხთა როგორ მივიტანოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. დამთავრებულია. აი ეს სამუშაო შემდეგ უკვე არის ძალიან დიდი ნაბიჯი გაკეთებული და მე ეს ავტომატურად მოიყვანს, ხო, იმიტომ რომ პრესის საშუალებით, ხალხის საშუალებით. თავი თემა რა არის? ჩვენ უნდა გავათვითცნობიეროთ, მამარდაშვილი იძახდა, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის შემდეგ უცებ ვერ განთავისუფლდებით. ჩვენ გვიჭირს აზროვნების თემები, ემოცია ჭარბებს. არ არის ისეთი ცნებები, როგორიც არის დრო, როგორიც არის ციფრი, როგორიც არის ძალა. ესეთი პოლიტიკურ აზროვნებაში, არა მარტო აზროვნებაში, ხალხ ერის აზროვნებაში ეს ცნებები არ არის, ემოციებია დააკვირდით, ემოციების საზღურავთ ყველაფერს. არ არსებობს
დოკუმენტი, ბევრი პარტია საერთოდ არ იცის რა არის ოქმი. არა და ოქმია მთავარი. ოქმია საქმის გადანაწილება, ხო? ამიტომ აი ეს საქმითი წარმოება ვიღაცამ უნდა აჩვენოს. და ეს იქნება ის ხალხი, რომელიც აი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. ეს ხალხი ინახავს, რომ მათი ადგილი არ არის იქ და არ არის გამორიცხული, რომ აქეთაც მოინდომოს, ხო? საქმიანი სიტუაცია იქნება. ხო, ერთი მინდა დავამთავრო, რომ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ხო? აი, დათათუთაშხეში ძალიან კარგი მაგალითია, როგორ ხდება კაცჭამია ვირთხის გამოსთ. ანუ ვირთხას აჭმევენ ყველას თანაბრად და ბოლოს აგდებენ განსაკუთრებულ პატარა ნაჭერს სალის ასე თქვა წყავს და ამის გამო ერთმანეთს იწყებენ ჭამას. აი ესეთი თემა დღეს არის პარლამენტში მოხვედა. პოლიტიკაში მოსვლა. ვინ მოდიან პოლიტიკოსები, ვინ მოდიან, ვინც ფული უნდა იშოვოს, აი ამ ტყავის გამო ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ მთელი თავარი თემა არის, რომ აი ეს კაციჭამიური ცნობიერებიდან რომელიც იგივე საბჭოთა კავშირი და რავი სხვადასხვა იმპერიები გვახურდნენ თავს გათავისუფლეს და ჩვენ ერი იყოს მთლიანი, აი როგორც პატრიარქის კარგი სიტუაცია იყო რა, როგორ ყველამ დავინახეთ, რომ თუნე შეგვიძლია 3 საათი ერთ ადგილზე ვიდგეთ და 3 საათი თუ ერთ ადგილზე ვიდგეთ სახელმწიფოსთვის მშენებლობისთვის 5 საათი არ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, შეგვიძლია. ხო, ამიტომ ჩვენ უნდა განთავისუფლდეთ, უნდა შეიქმნას მეორე ძლიერი და ხალხზე უნდა იმუშაოს, დავიწყოთ დავითის სახელმწიფოს განწყობებში შესვლა. შესაძლებელია შესვლა იმ განწყობებში, რაცა კორუფცია და იცით ეს გინებები და რა ვიცი საშინელებები დღეს ერში ხდება, ეს ყველაფერი გაქრება, ეს გარემოხვეული თემები არ არის ეს ჩვენი ბუნებრივი და ჩვენ ძალიან კარგად დაგვინახეთ, რომ რა არის ქართული ერი და ქართული სახელმწიფო. მადლობა ბატონო ბესე. ბატონო არჩილ, რა სამართლებრივი გზები არსებობს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღებისა და რა ბარიერები შეიძლება შეხვდეს ამ დოქტრინის იმპლემენტაციისას და როგორ უნდა დავიცვათ იგი პოლიტიკური ვანდალიზმისგან? მოგესალმებით, გაუთავლო არა, ძალიან საპატივცემულო სტუმრებს, მინდა რომ თითოეული მათგანის მე პატივისცემა გამოვხატო. ძალიან საინტერესოა მოგვიგებების გარეშე ყველა პუნქტი, რასაც ვკითხულობთ არსებულ დოქტრინაში და უფრო მეტიც, ანუ ძალიან ბევრი საუბრეს ახლა და ძალიან კარგადაც ბატონმა თემურმა, ბატონმა კორტემ და ასე შემდეგ, რამდენად გვერევა პოლიტიკა ყველაფერში და რამდენად სუბიექტურია ხოლმე ის და რამდენად რაღაც კონკრეტული ჯგუფის ინტერესებზე მორგებული და ყველაზე მთავარი რაც დოქტრინაში მე დავინახე, ეს არის ის, რომ ეს არც პოლიტიკური პარტიის, არც პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ შეიცავს, ნამდვილად გამომდინარეობს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც ნამდვილად მივესალმებ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომ თემას არ ავწდეთ, მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ზუსტად ექნება ამ თემაზე ნაფიქრი ავტორებს დოქტრინეს, ვიცი რომ ბევრი საკმაოდ კვალიფიციური და ღირსეული იურისტის იღებდა მონაწილეობას, თუმცა მე შემიძლია გითხრათ ფაქტები, მოცემულ შემთხვევაში, რომ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მწვადი გზა იყოს აქტებული და შესაძლებელი გახდეს ზოგადად ამ ცვლილებებზე საუბარი, absolut სწორად აღინიშნა, რომ ყველა პუნქტი, რაც ასე ვთქვათ, დოქტრინაშია მოცემული, უნდა ტრანსფორმირდეს შესაბამისი წესით და უნდა იქნას ასახული შემდგომში საქართველოს კონსტიტუციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერანაირი იურიდიული ძალა ვერ ექნება და ასევე, როგორც მოვისმინე და როგორც წავიკითხე, ასევე საუბარია ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტზე. კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, საუბარი მაქვს მოქმედ კონსტიტუციაზე, ვერანაირი სხვა წესით საქართველოს პარლამენტი არჩეული ვერ იქნება, გარდა იმ წესისა, რაც გვაქვს უკვე მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში. ეგ ერთი. მეორე, იმისთვის, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, აუცილებელია საკონსტიტუციო უმრავლესობა. რომელმაც შესაბამისად დადგენილი წესით, მათ შორის კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული, რომ უნდა მოხდეს ცვლილებები, უნდა იყაროს ამ ყველაფრის კენჭი და ამის შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ კონსტიტუციურ ცვლილებებზე. შესაბამისად, არ ვიცი რა გზა არის ამ შემთხვევაში. აქვე ჩაგეკითხებით, მაგრამ ბატონო არჩილ, ეს უნდა იყოს კონსტიტუციის ნაწილი თუ ცალკე ორგანული კანონი?
ორგანულ კანონსა და კონსტიტუციურ ნორმებს შორის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სხვაობაა. ორგანული კანონი გვაქვს მრავალი, რაც მოქმედებს დღეს ნორმალურად ქვეყანაში, თუმცა მას იგივე ძალა ვერ ექნება, რაც აქვს კონსტიტუციას. ანუ ნებისმიერ უპირატესი კანონი, უზენაეს კანონს ვეძახით საქართველოს კონსტიტუციას და ყველა სხვა გადარჩენი უნდა იყოს, ესე ვთქვათ, შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ მე არ ვიცი რამდენად კომპეტენტური ვარ ამ საკითხში, იმიტომ რომ განსხვავებით ამ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს იღებენ გადაცემაში მონაწილეობას და ძალიან ბევრი იშრომეს კონკრეტული დოქტრინის შექმნისათვის, მე არ გახდით ამ ადამიანებს შორის და ვერ გეტყვით, ანუ რა მოიაზრება ამ ყველაფრის ირგვლივ, თუმცა ორგანული კანონის სახით ამ ყველაფრის არსებობა რამდენად გაამართლებს იმ მიზანს, რაც არის ძალიან ვთქვათ, მეცნიერების მიერ შემუშავებულია მართლაც ძალიან კარგი დოკუმენტის ირგვლივ ვერ გეტყვით, სავარაუდოდ ორგანული კანონი ვერ უზრუნველყოფს ამოცანებისა და მიზნების შესრულებას. თავად ეს, ესე ვთქვათ, რომ ვთქვათ, ის მოცემულობა, რაც დაკავშირებულია იმასთან, როგორ უნდა გახდეს, ესე ვთქვათ, მარკეტების კოეფიციენტი, როგორ უნდა მივიღოთ და როგორ უნდა განხორციელდეს რეალობაში ეს ყველაფერი, რაც მოცემულია აღნიშნულ დოქტრინაში. თავად დოქტრინა არის უაღრესად საინტერესო და მიმაჩნია, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკისგან განყიდებული, კარგი გაგებით და მოიცავს ყველაფერი იმას, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამომდინარეობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და როდესაც საუბრობთ ახლა ძალიან ბევრს საუბრობენ ამ ბოლო დროს, რომ როგორ უნდა მოხდეს, როგორ უნდა დაცალკავება იმისი, რომ ეს დაუსრულებელი პარტიათა ბრძოლა, ინტერესთა კონფლიქტი და რეალურად სამწუხაროდ საბოლოო ჯამში გავლენებისთვის ბრძოლა რომ დასრულდეს და მართლაც დაცული იყოს ეროვნული ინტერესები ქვეყნის და რა ვიცი თუ თავმოყარე ქვეყანა ვახტელოლებში ეგ უნდა იყოს ჩემი აზრით დაცული, ნამდვილად კარგად არის ბევრი პუნქტი გაწერილი. ვიცი მე ძალიან გამიჭირდება ალბათ რაიმე საპირისპირო არგუმენტების მოსმენა იმისა, რაც არის ამ დოქტრინაში საკმაოდ კაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაწერილი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოიძებნოს მექანიზმები, რომლის მიხედვითაც არ დარჩება მხოლოდ ფურცელზე აღნიშნული დოქტრინა და შესაძლებელი იქნება მისი შესაბამისი იურიდიული წესით დაკანონება და შემდგომში უკვე რეალურ ცხოვრებაში გატარება. ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ, ვიცი რომ ბევრი სტუმარია და დროში შეზღუდული ვართ, ამიტომ შევეცდები რომ ასე ვთქვათ, ლაკონურად ჩამოვაყალიბოთ ჩემი პოზიცია. თუმცა, როდესაც საუბარია, ცოტა პრობლემა ჩინაში შევიდეთ, რომ აი რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი ამ შემთხვევაში და ძალიან პატივისცემას ვუდასტურებ აკვირდება თონ კატეგორიას, მაგრამ მე ცოტა განსხვავებული ხედავ მაგ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ანუ მიზანი არ შეიძლება იყოს რომელიმე კავშირის წევრობა, არც ევროკავშირის და არც საბჭოთა კავშირის ალბათ. ეს არის საშუალება ქვეყნის უკეთესი ცხოვრებისთვის, მისი უკეთესი მომავლისთვის და ადამიანების უფლებების დაცვისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობისთვის, რომლებიც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ საბოლოო ჯამში და ძალიან მომწონს ამ დოქტრინაში, ესე ვთქვათ, თავად ადამიანის როლი, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ადამიანს და გაერომაც გითხრა, რომ ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება და ქვეყანაში, სადაც შეიძლება ადამიანები შემშილობდნენ და ელემენტარული უფლებებიც არ იყოს დაცული მათი ბედნიერებაზე ამ შემთხვევაში ალბათ ზედმეტია საუბარი. შესაბამისად ის კონკრეტული პუნქტები, რაც მოცემულია ამ დოქტრინაში, უზრუნველყოფს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას, მათ შორის უსაფრთხოების და ასე შემდეგ, და რომელი კავშირი იქნება ამისთვის მნიშვნელოვანი, ანუ რა საშუალებას გამოვიყენებთ ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად, ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც შემდგომში უნდა გადაწყვეტოს საქართველოს მოქალაქეებმა, პირველ რიგში ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონო არჩილ, მე ახლა მინდა ბატონ კოტეს იჭინავასთან გადავიდე. ბატონო კოტე, რამდენადაც თქვენ ევროპაში მოღვაწეობთ, ხართ პოლიტოლოგი, როგორ ხედავთ სახელმწიფოებრივი მოწყობის სხვა მოდელებს ქართულ მოდელთან შედარებით და რას თვლით აუცილებლად აი ამ დოქტრინიდან? მე ამ დოქტრინიდან ყველაზე ის მნიშვნელოვანი აზრი
მაქვს გავიაზრე ჩემ მეხსიერებაში მომდის რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხო მოქალაქეებზე. ნუ იმიტომ რომ სხვა ქვეყნები ვისაც აი უყვარს, ნუ პატრიოტულად არის განწყობილი ყველა ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა არ ყიდის უცხო ინვესტორზე, ნუ უცხო ადამიანზე, რომელიც მერე გამოიწვევს ეთნიკურ ცვლილებას. უმრავლესობა ქვეყანაში ხდება უმცირესობა, რაც საქართველოშიც ეს შეინიშნება და ხდება ასეთი უმცირესობაში ქართული ეთნოსი ხდება უმცირესობა, პრაქტიკულად კულტურული გადაშენება. ეს არის ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორი ძალიან მიხარია დღევანდელი შეხვედრის, იმიტომ რომ ის რა ქვია ბესიკ ბოგველი იმყოფება ისრაელში, რომელიც ჩემი სადიპლომოს სპეციალური პირდაპირი თემა, ძირძველი თემა და კოტე კემულარიას კისინჯერის წიგნი აქვს უკან, ესე იგი ჩემი სადიპლომო ზუსტად კისინჯერზეა და ძალიან საინტერესო აზრის გასვლა გამოსვლა ხდება ჩვენ შორის და ძალიან მიხარია დღეს ამ ძალიან კარგი, დიდი მადლობა. შეხვედრაზე ყოფნა. მადლობა. კოტე, თქვენ მაინც როგორ ფიქრობ, რა იქნება ის მინიმალური მოთხოვნა, რაც თქვენ გაგაჩნიათ? მინიმალური მოთხოვნა ადამიანები, რომელიც ცდილობენ სწავლას სხვა კულტურების, იყვნენ უფრო დაფასებულნი უცხოეთში, ნუ ვინც ცდილობს მოიტანოს ახალი აზრი და ისე გადამუშავდეს, რომ სახელმწიფომ შეძლოს საკეთილდღეოდ რომ გამოიყენოს ყველა ინფორმაცია, რომელიც ბევრჯერ ის რომ ნახე იფანტება, ან არ არის მზად, ან არ არის ნიადაგი, რომელიც უნდა მარტო თეორიულად კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს პრაქტიკულად და იმედია ეს შეხვედრები უფრო გახშირდება და იქნება მოძრაობა ამის მიხედვით. ბატონო, რა თქმა უნდა, მუდმივად ჩავთავთ ემიგრაციასაც ყოველი პროგრამის განხილვის დროს და თქვენ ყოველთვის მიიღებთ მონაწილეობას, ჩვენ მადლობელი დაგრჩებით. მეც მადლობელი ვარ. ბატონო თემურ, ისევ თქვენთან მინდა ახლა მოუბრუნდეთ, თქვენ მოусმინეთ ყველას და პრაქტიკულად ყველანი ვაღიარებთ, რომ ეს დოქტრინა არის აუცილებელი, რომ მივიღოთ. მაგრამ აი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ვერ გავიგე რა განსხვავება ამ დოქტრინაში და რა არის ის პუნქტები, რომელიც საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცავს. ეს ერთი კითხვა და მე ბატონ არჩილთან და ბატონ კოტესთანაც იგივე კითხვა მექნებოდა და შემდეგ როგორ შეცვლის ეს დოქტრინა, ამ დოქტრინის მიღება ქართველი ხალხის კეთილდღეობას და ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობას. კი ბატონო, თუ მე ბოლოში კიდე 2 წუთი მექნება თავარ პუნქტი. რა თქმა უნდა, ყველას გეკნება ბოლოში თითო 2 წუთი ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პრინციპული არ არის ამ ეტაპზე, რომ ვთქვათ, აი კონსტიტუციაში იყოს შეტანილი, რომ კონსტიტუციის მომზადებას დიდი დრო ჭირდება. 20 წელი ეს დოკუმენტი მზადდება. ამ დოკუმენტის შექმნაში თავის დროზე რა არის გარკვეული როლი მინდია უგლეხელიძემ, ლადო ჭანტურიამ, ჩვენ სოფლიო გამოცდილება შევისწავლეთ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ, ეს პრექსიტია ძალიან სერიოზულ რაღაცებს კრებავს. უბრალოდ დღეს სიტუაცია როგორია ქვეყანაში, ეს დოკუმენტი ახერხებს რას? პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა. მეორე, პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ხალხს უბრუნებს პოლიტიკოსების მიერ წართმეულ საქართველოს.
ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. და პოლიტიკოსებს თავაზობს პირველ გვერდზე წერია ამ დოკუმენტის ილია ჭავჭავაძის სურათი ყველას აქვს კაბინეტში, მაგრამ დავიწყებული აქვს მისი მთავარი გამოთქმა. აი ამ დოკუმენტის პირველ გვერდზე წერია, რომ ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. აი ეს ჭირდება დღეს ქვეყანას. კრიზისი ქვეყანაში ჩვენი ისტორიის მანძილზე ხშირად ყოფილა. ჩვენ შევისწავლეთ ეს კრიზისები და ვნახეთ ისიც, რომ აი ჩამოყალიბდა რა ტენდენცია. კრიზისები იყო და როდის იყო კრიზისები? კრიზისები იყო მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით იყო დაპირისპირება და კრიზისი მით უფრო ღრმა იყო, რაც უფრო მძიმე იყო ქვეყნის შიგნით დაპირისპირება. და როდის გამოდიოდა ქვეყანა კრიზისებიდან, როდესაც პოულობდნენ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს, ან გამოჩნდებოდა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ხალხთან კავშირში გაწევდა გვერდზე იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც უნდა თავისკენ წაიღონ ქვეყანა. რეალურად ჩვენ შევეცადეთ 20 წლის განმავლობაში, რომ პოლიტიკოსებისთვის გვეთქვა, თქვენი არ არის ეს სახელმწიფო, თქვენ ხართ მსახური და ნუ ეუფროსებით ხალხს. ეს არის უბედურება, როდესაც მსახური ხდება მსახური ხდება უფროსი. ეს დაემართა ქვეყანას. აი რომ დაპარაკობდნენ საბჭოთა კავშირის, აი ეს გადმოუხვა ჩვენ იმაზე, რომ ყველას გონია, რომ ხელისუფალი ეს არის უფროსი. ხელისუფალი დემოკრატიულ ქვეყანაში არის მსახური. მას არ აქვს ის უფლებები, როგორ გაგიბედავს რომელიმე ქვეყანაში, როგორ გაუბედავენ, რომ მე არაბებთან ხელშეკრულებას არ გამოვაფორმებ, არ გამოვაქვეყნებ. ესე იგი ეს ხო ნონსენსია, ეს როგორ შეიძლება რომ ეგეთი რამე, ანუ პრაქტიკულად რომ მიდიან ხელისუფლებაში, გონიათ რომ ისინი არიან ყველაფერი და ბიუჯეტი გონიათ თავისი ჯიბის პული, ისი არ იგებენ ამ ბიუჯეტს და ხალხს ეუბნებიან რომ გაძლევ თქვათ რაღაცას, თქვათ რაღაც პროგრამაში რო გსვამ, იმიტომ გსვამ რომ მე უნდა მომცე ხმა. ეს ბიუჯეტი არის ყველა შექმნილი. ხელისუფლების წარმომადგენელი იყო თუ ოპოზიციის, მნიშვნელობა არ აქვს ამას. ხელისუფლება, რომელიც ბიუჯეტს ეხება, ბიუჯეტზე ლაპარაკობს, რომ ჩემია და მე როგორც მინდა ისე ვანაწილებ, ის არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება. მე მინდა გითხრათ, რომ აი დღეს იყო ახლა საუბარი იყო, აი ვთქვათ კონტროლი როგორი იქნება. რა მექანიზმია მაშივე ჩადებული? 2 წლის თავზე ცხადდება რეფერენდუმი ნდობის. ყველა პარტია უნდა დაეთანხმოს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამე, არაფერი არ ჭირდება ამ დოკუმენტს, თუ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იღებს მონაწილეობას არჩევნებში, აღიარებს ამ დოკუმენტს, ან თანხმდებით ამ დოკუმენტზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ჭირდება. ჩვენ ძალიან ხშირად ლაპარაკობთ კონსტიტუციურ უმრავლესობაზე. ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციური უმრავლესობა და იქ პარტია გაიმარჯვებს კონსტიტუციური უმრავლესობით, ახალ-ახალი არჩევნები ტარდება. ხალხს არ უნდა კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა. საქართველოში რატომ მოხდა უბედურება? შევარდნაძე იყო კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვებული, სააკაშვილი იყო კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვებული, ბიძინავანიშვილი იყო კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვებული. ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოგვიტანეს უბედურება. მაგრამ თუ ვთქვათ, აი ჩვენ რო ვამბობთ იმას, რომ რამდენი პროცენტიც იქნება პარტია, ვთქვათ 5%-ია რომელიმე პარტია, ხო? ხელისუფლებაში მისი წარმომადგენლობა 5% იქნება. არის 20 მინისტრი. 5% მინისტრებისა, ანუ მისია, 1 თუ 2 პოსტი მას ეკუთვნის. მოადგილეებში მას ეკუთვნის. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რომ კორუფცია როგორ დასრულდება ქვეყანაში, მექანიზმი რომელიც აქვს შემუშავებული მეცნიერებს, როგორ დასრულდება ქვეყანაში, რომ ხრელა რომ აი დააკვირდეთ ამ დოკუმენტებში რა გვიწერია ჩვენ, რომ ესე იგი რატო უნდა ინიშნებოდეს თბილისიდან, თქვათ პირობითად ვამბობ სენაკში, პროკურორი, პოლიციის უფროსი, განათლების ხელმძღვანელი, იგივეა მოსამართლე, ის ხალხი უნდა ირჩევდეს. რატო ამერიკა ძლიერი? იმიტომ რომ დემოკრატია სად არის, რომ ის ხალხი ირჩევს იმას, ვინ არის თავარი ფიგურა. თბილისში ინიშნება ყველა პიროვნება და როგორც უნდა ისე ათამაშებენ ამ კადრებს. მე ამ დღეებში ვნახე რომ აჭარაში კულტურის სამსახურში პოლიციიდან მიიყვანეს ხალხი. პოლიციაში მომუშავე მიიყვანეს, იმაში ეს კატასტროფაა. ასე გაგრძელება არის შეუძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გინდა იყო მუდმივად ხელისუფლებაში, დემოკრატიულ ქვეყანაში. ან უბრალოდ თუ კორუმპირებული არ ახარ ხელისუფლება, შენ თვითონ არ უნდა გინდოდეს, რომ დიდხანს იყო ხელისუფლებაში. აი იტალიის მაგალითი ავიღოთ. ბერლუსკონი რამდენჯერ წავიდა და მობრუნდა. რაიმე ცუდი იყო ეგ ამბავი. ბერლუსკონი რამდენჯერმე თქვა, რომ დიდი მადლობა რომ გამიშვით,
იმიტომ რომ მოუბრუნდი მე რაღაც სხვა ბერლუსკონი მოუბრუნდიო. უფრო მეტი რამე გააკეთა. ბოლო მაგალითი ავიღოთ აგერ. აი რაც მოხდა ჩეხეთში. პრემიერ-მინისტრი იყო ადრე, გადაირჩიეს, გაიმარჯვა ახლა იმაში და რით დაიწყო მისი გამოსვლა ხალხის წინაშე. მადლობა ჩეხ ხალხს, რომ გამიშვა 4 წელი დამასვენა, მე კი არ დავისვენე, გავაანალიზდე ჩემი შეცდომები და სხვა კაცი დაგიბრუნდითო. ნორმალურ ქვეყანაზე შეყვარებულ ხელისუფლებას უნდა უნდადეს მონაცვლეობა. ის რომელიც ამბობს რომ მე ვარ და მე ვიქნები, ის ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის. რეალობენ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ამ განწყობებს კლავს. ვიმეორებ რომ თუნდაც აი 2 თვის თავზე რომ 2 წლის თავზე რომ ტარდება ნდობის რეფერენდუმი. ეს ხო ნიშნავს იმას რომ მოვიდა ხელისუფლება უკვე პასუხისმგებლობით. ეხლა ძალიან აქ იყო საუბარი, რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები იმის თაობაზე რომ აი მექანიზმების ჩვენ ახლა ყველა სამ მიუღია მონაწილეობა ამის შექმნაში და ამიტომ ძალიან ადვილია იცით ნახეთ როგორ არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნა დღეს არის ძალიან რეალური. კონსტიტუციური ცვლილებები მას არ ჭირდება. ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ირჩევა ყველა პარტიის მონაწილეობით, გინდება საერთო სია, ხალხი ალბობს საბოლოო ხმას და ტარდება არჩევნები იმ წესით, როგორც 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა ზვიად გამსახურდია. ადგილობრივი არჩევნები. ერთი სია იყო. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამას ჩადებული, ეროვნული შერიგებაც, ესე იგი სასწაულია, ისინი რატომ არ უნდათ ეს რომ მივიდეს ხალხთან. ვინც ამას კითხულობს, აი როგორც აგერ თქვა ბატონი არჩილი საუბრობდა იმის თაობაზე რომ ყველა პუნქტი არ მიუღია მას მონაწილეობა ამაში, მაგრამ ვინც კითხულობს ამ იმას, ვისაც მივაწვინეთ ჩვენ, ეხლა ვიყავით ჩრდილოეთ კავკასიაში, ერთი 1000 წლამდე წაღებული ქონდა ქართველებს ურიგებდით. დღემდე აგრძელებენ მოწერას, რომ ასეთი დოკუმენტი თუ გაქვთ და ხელისუფლება ამას არ იხილავს, ვეუბნებით, აი ამაშია ხელისუფლება. საერთოდ საქართველოში უნდა დავიწყოთ საუბარი ჩვენ იმაზე, რას ნიშნავს ეროვნული ხელისუფლება. ეროვნული ხელისუფლება არც მიწას არ ყიდის, ეროვნული ხელისუფლება მერაბ ბერძენიშვილის სახში შექმნი ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას და რეზო ჩხეიძის სახში ხელმოწერილი ძალიან ცნობილი პიროვნებების შემდგომ რუსთაველის თეატრში მიღებულ და ბოლოს აი როგორც გითხარით თქვენ ბატონ ბესიკს მიყავდა სხდომა 2 წლის წინ გელათში მეცნიერთა კონგრესში როდესაც ვიღებდით ჩვენ ამას, როდესაც არ დარჩა დიდი და პატარა მეცნიერი, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო მეცნიერებათა აკადემიაში, მის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტებთან, დიდი კონსულტაციები ყველაფერი, მაგრამ ვერ იღებს დღეს ძალიან უბედურება ამ ქვეყნის რა არის, რომ ძალიან ბევრი პიროვნება შეშინებულია, პირად საუბარში გეუბნება საოცარ რამეებს, მაგრამ როდესაც საკითხი დგება, ვერ იღებს ხმას, იმიტომ რომ ფული აკადემიკოსებს აძლევენ თანხას, ამის გამო, იმის გამო, ეს ვიდრე არ დამთავრდება ამ ქვეყანაში და ვიდრე ჩვენ არ ვიქნებით იმ განწყობით, რომ არ შეიძლება 1 და 2 კაცი ცხოვრობდეს კარგად და არ შეიძლება მე რო კარგად ცხოვრო, ამის გამო გავჩერდე. აი ეგ არ შეიძლება ეს, მაგრამ სრულყოფილად რო წაიკითხავ დოკუმენტს, მივხვდები იმას, რომ ბედნიერი ხარ, რომ ქართველი ხარ, რომ მეცნიერებმა შეძლეს ასეთი დოკუმენტი შექმნა, რომ ამ დოკუმენტს ჭირდება დაცვა, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ხალხი რომ შევიკრიბოთ ყველა პარტიას არ უნდა დავწიოთ ეს პარტიები იქეთ. ახლა არის საჭირო რა მეცნიერების ხალხი დიდი გამონათქვამი არსებობს, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს აღდგენი არის ხალხი და ბრძენკაცნი. ხალხი ჩვენ წინვალებს ხავს. ბრძენკაცის როლი უნდა შეასრულოს მეცნიერებამ. აი როგორც კი მეცნიერება შეძლებს იმას, რომ ხალხი გააერთიანოს მეცნიერულ პროგრამებში, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ამის გარანტია არის ეროვნული სახელმწიფოების. დიდი მადლობა ბატონო არჩილ, თქვენ როგორ ფიქრობთ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, როგორ მოდის ეს დოქტრინა ავსებს ამ კონსტიტუციას თუ ცალკე დგას კონსტიტუციიდან, თუ კონსტიტუციაში არის უკვე ეს პუნქტები ყველა ჩამოთვლილი, ეს ერთი და მეორე, აი ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე როგორ აისახება ამ დოქტრინის მიღება და ქვეყანაზეც ზოგადად. მიპასუხებთ გაუთავლო არა აუცილებლად, მაგრამ სანამ უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებთ, არ შემიძლია განსაკუთრებული პატივისცემა არ გამოხატო ბატონ თემუშაშვილის მიმართ. მე იმ ქალაქიდან გახლავართ, სადაც ასე ვთქვათ, ჩემმა ბავშვობამ გაიარა იმ პერიოდში, როდესაც ბატონ თემური ჯერ ქალაქის მერი იყო და შემდეგ აი გუბერნატორს ეძახიან დღემდე და რთული პერიოდი იყო.
გახსენებაც შეიძლება ცოტა ესეთ შიშის მომგვრელი იყოს თავადელ გადმოსახედიდან, არა ელექტროენერგია, არა ესე ვთქვათ, დაანგრეული ქუჩებით დავდიოდით, უშუქოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში ბატონი ცდილობდა ყველაფერს, რომ მართლა ქართული საქმე ეკეთებინა, ქართული იდეით, მახსოვს ძალიან ბევრი პროექტი, რასაც ის როგორც ესე ვთქვათ, ქალაქის და მხარის თავკაცი ახორციელებდა. აზროვნების სიძნელე ახსენა მის ჩემს ძალიან კარგი ნაშრომი, რომელიც წაკითხული მაქვს და რა ვიცი, ყველას არა აქვს ალბათ მორალური უფლება იმისი, რომ ისაუბროს ქვეყნის განვითარებაზე და ესეთ ეროვნულ იდეებზე, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და მე გულწრფელად მგონია, რომ ბატონ თემურს ამ ყველაფრის სრული მორალური უფლება აქვს, იმიტომ რომ ძალიან ძიმე წლებში ის მართლა ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას. დიდი მადლობა ბატონო ვარჩილი. და აკეთებდა ყველაფერს და მე მახსოვს, მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბევრი წლის შემდეგ მინდა ამისთვის მადლობა უთხრა ძალიან გულწრფელად. დიდი მადლობა. ძალიან კარგი, როგორი კარგია, რომ ჩვენ შეგვიძლია წარსულის გადაფასება და იმ ადამიანების დაფასება, ვინც იმ წარსულში პატიოსნად ემსახურა. ადამიანების დაფასება ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ამბავი, ალბათ რასპექტ თემურის მოღვაწეობას იმ წლებში უკავშირდება. ავიც მაშინ მშიერი იყო, ესე ვთქვათ, მთელი ერი და რაც ბატონ თემურს არ ქონდა დიდად, ესე ვთქვათ, ის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ისე განახორციელებინა, როგორც მას უნდა და გარწმუნებული ვარ. თუ არ ვწდები, ქალაქის ბიუჯეტი სულ რაღაც 500,000 ლარი იყო მაშინ, ხა ვიცი, ერთი პროექტის დაფინანსებისთვის არ არის ეგ საკმარისი. ამ ხელა ქალაქის საჭიროების უზრუნველსაყოფად კი არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამეს ახერხებდა მაშინ, ხა არავით არის ესე ვთქვათ, პოლიტიკური ინტერესი არ მაქვს, მაგრამ ეს რო არ მეთქვა ადამიანურად ნამდვილად არ შეგვიძლია. დიდი მადლობა. კარგი, ეხლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არ მგონია, რომ რამე ცუდი იყოს იმაში, თუ კი სტრატეგიული ხელშეკრულებები იქნება იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობებს აღიარებენ, თუ კი მაქსიმალურად დავიცავთ, ესე ვთქვათ, ემიგრანტების უფლებებს და მივიჩნევთ მათ იმათ, რაც რეალურად არიან, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, ნამდვილად და საქართველოს მოქალაქე დაცული უნდა იყოს ყველგან, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. ეს ხდება შიდა კანონმდებლობის ნორმებს და საერთაშორისო სამართალიც ამას ამბობს ნამდვილად და ეს არის ქვეყნის პოზიტიური ვალდებულება, მან ნამდვილად უნდა დაიცვას თავის მოქალაქეები ყველგან და დაცვაში მხოლოდ ფიზიკური დაცვა არ იგულისხმება, ვიცით ყველა ამ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა დღეის მდგომარეობით, ეს თუ არ გამოსწორდა, საერთოდ არ ვიცი რაზე შეიძლება იყოს საუბარი. თაობები იზრდებიან ისე, რომ აი ბავშვებს დედები არ აყავთ პირდაპირ გაგებით ამ სიტყვის ოჯახში და რა ვიცი ხა ყველაფერი იშლება ამით. თუ ამ დემოგრაფიულ ვითარებას და მიგრანტთა პრობლემას აი რაღაც გამოსავალი არ მოიძებნა, მე სამწუხაროდ ვერ წარმომიდგენია თუ როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის განვითარება და უკეთესი ხვალინდელი დღე და ამ დოქტრინაში რაც წერია, ეს არის აბსოლუტურად ზეპარტიული. ჩემი აზრით, ახლა ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება, მაგრამ პარტიული პოლიტიკისაგან გარემდგომი და დაკავშირებულია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. იმასთან, რაც ამ ქვეყანას ჭირდება და როდესაც სასწორზე დგას პარტიული ინტერესები ან ქვეყნის ინტერესები, პასუხი ძალსახა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს პრიორიტეტი. რაც შეეხება ესე ვთქვათ ტექნიკურ ან იურიდიულ საკითხებს, ამაზე რა თქმა უნდა ხა იქნება სამუშაო, ესეთი გიგანტების გვარები ჩამოთვალა ცოტა ხნის წინ ბატონმა თემურმა, რა ვიცი ბატონო გრეხელიძე, ბატონ ჭანტურია და ასე შემდეგ, ვისაც მუშაობენ ამ დოქტრინაზე და აქვს მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება ესე ვთქვათ ეს გატარებული იყოს რეალურ ცხოვრებაში და იურიდიულ თვალსაზრისითაც დამაგრებული. შესაძლებელია აბსოლუტურად, სჭირდება დიდი მზაობა და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ასევე იქნა ნახსენები, რომ ალბათ მეტი ინფორმირება საზოგადოებას იმისთვის, რომ თავად მოახდინონ იმ იდეების ლობირება, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ, უფრო დაცულად აგრძნობიერებს თავს, მათ შორის სოციალური თვალსაზრისითაც და მოხდება ქვეყანაში არსებული საერთო დოვლათის რაციონალურად სწორად გამოყენება, ადამიანის უფლებების დაცვა და საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ამ სიტყვის ფართო სპექტრის გაგებით, ესე ვთქვათ. ნამდვილად, დიდი მადლობა. ბატონ კოტეკემულარიას
მინდა ვკითხო ბატონო კოტე, თქვენ მაინც ახლა დიდი პოლიტიკური გზა გაქვთ გამოვლილი და ძალიან დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ ქართულ პოლიტიკაში. თუ თანამდებობებზე მოღვაწეობით და თუ პარლამენტში და საერთოდ მთლიან პოლიტიკურ ცხოვრებაში და თქვენ როგორ მიგაშინათ? მე მგონი არ ქონია საქართველოს ასეთი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ამ მოკლე 30 წლის განმავლობაში მაინც. თუ არ ვცდებით და როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს საქართველოს კეთილდღეობაზე, თვით მოქალაქეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე და როგორ შეხვდება ამას ხალხი ამ დოქტრინის მიღებას, არის თუ არა შესაძლებელი მისი მიღება რეფერენდუმით და ასე შემდეგ. არ ქონია ქალბატონო, ნამდვილად არ ქონია ამ 30 წლის უნდა ეს 30 წელი ცოტა, რა თქმა უნდა, სრულად გააზრებით, ხა ისტორიისთვის ესეთი გაიგება, რა თქმა უნდა, მაგრამ ქონდათ ჩვენს დიდ წინაპრებს, აი ქონდა მაგალითად თამარ მეფეს. თამარ მეფეს ქონდა დარბაზი, რომელიც ზუსტად აი ესეთი დიდი სახელმწიფოებრივი დოქტრინის მუშაობდა. მას ქონდა საგარეო პოლიტიკა, მან ზუსტად ეს ქონდა ჩადებული, ხო? თამარ მეფეს აღმოსავლეთით უწევდა ანგარიში და დასავლეთით. ესე იგი, პრაქტიკულად, ხო, აი როგორ შედიოდნენ თამარ მეფის დროს ქართული ჯარი, როგორ ურთიერთობდა ისრაელთან, ხო, იერუსალიმთან, როგორი ურთიერთობა ქონდა მათ აღმოსავლეთის ყველაზე დიდ მმართველებთან, ხო? რომელიც ხოლო თამარ მეფეს წერდნენ მაშინ წერილებს და დღესაც 800 წელი გავიდა მეტი და ჩვენ თამარ მეფის ვეზირები ზებიად ვიცით. ჩვენ საუბრობთ მათ ცხოვრებაზე, მათ მოღვაწეობაზე, მათ მიღწევებზე, თუნდაც უთლუ ასლანის წარდგენილ პარლამენტის, ფაქტობრივად პარლამენტის, რომელიც მე ჯონ უმიწაწყლოს მიაწერეს და ის უფრო ადრე იყო. ის დოქტრინა, როდესაც სრული დამოუკიდებელი თამარისგან, ამ საოცარი მეფისგან დამოუკიდებელი პარლამენტის პროექტი შესთავაზა მაშინ და გახსოვთ ამას ეთელი დავიდა რომ ხომ დაიწერა, ხომ იყო ეს საოცარი. ეს დოქტრინა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, პრაქტიკულად ამის გაგრძელება, რომ აი ჩვენ ყავს დღეს მე დაუშვებად ხაზი გაუსვა ბატონი ბესო ბოგველი, რომელიც უნიკალური სპეციალობის კაცია, მე მიხარია ძალიან რომ მას ვიცოდა ერთად მუშაობთ, რომ ის არის კადრების მართვის ფსიქოლოგი. არის უნიკალური მეცნიერი, ანუ ჩვენ ზუსტად ეს გვაკლია. ესე იგი, ჩვენ დღეს აი აბდაუბდა თავრობა ყავს, პირდაპირ ვიტყვი რა. უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არ არის რაღაც ერთ დოქტრინალურ იდეაზე ან გეგმაზე აგებული კაბინეტი. როგორც ეს ქონდა თამარ მეფეს, დავით აღმაშენებელს, ხო? აი ჩვენ როცა მიესალმები ბატონ კოწე სიჭინავას, მან წიგზე გაამახვილა ყურადღება, ერთ-ერთი ჩემი სამაგიდო წიგნია კისინჯერის სწორედ სოფლიო წესრიგი. დღეს სრულიად ახალი სოფლიო წესრიგი ყალიბდება. მას სულ სხვა ადამიანები ჭირდება. ჩვენს დოქტრინაში ზუსტად ამაზეა საუბარი, იქ განახლებაზე. ნეპოტიზმის და კორუფციის მოსპობაზე და იმ მიმართულების ადამიანების ჩამოყალიბება, რომ ამ სოფლიო წესრიგმა, რომელიც რაღაც ევროპაში იშვა და ამაზე წეს სწორედ კისინჯერი, რაღაც შუა საუკუნეების მიწირულს 5 საუკუნე იასება, მაგრამ ახლა მოკვდა, არ არსებობს. ახალი ყალიბდება, ხო? აი, შევეხმიანებოდი, ძალიან მიხარია, რომ გავიცადით დღეს ბატონი არჩილ ნიჟარაძე, ჩემი ძალიან განახლებული კოლეგა და მან დასვა სწორედ საკითხი აი კონსტიტუციაში როგორ დაისახოს, ან თქვენი კითხვა იყო, ხო? აი ეს კონსტიტუცია კანონი იქნება ორგანული. არ არის ეს სავალდებულო, რომ ეს არის იდეა, დიდი წამყვანი იდეა. რომლის მთელი ზალა იქნება იმაში, რომ მიიღონ ყველამ როგორც ბატონი თემური ბრძანებდა. ჩვენ შეთავაზეთ ყველას, ხო? იმ ძველ ეროვნულ მოძრაობას, დღეს მოქმედ ხელისუფლებას, პარტიებს, ყველა ადრინდელი პარლამენტარების ჯგუფებს არსებობენ ასეთი ინტერეს ჯგუფები თბილისშიც, ანუ ყველას, ვინც არის დაინტერესებული, ეს არის მეცნიერული დიდი წამყვანი იდეა, რომლის ზალა და ძალიან დიდი ზალა გაჩნდება, როცა მას მიიღებენ. აი ეს ადამიანები მიიღებენ, მე გზას ერთად მოვძებნით. გზას აუცილებლად მოვძებნით და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ზოგი რამ არის კონსტიტუციაში დღესაც.
აქედან ოღონდ დასახვეწია ზუსტად ისე როგორც დოქტრინაშია. ზოგი რამ პირიქით ეწინააღმდეგება ამ კონსტიტუციას, რომელიც კოჭლია, მაგალითად ის რომ მიწები არ უნდა იყიდეო, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ხო? მაგალითად ის რომ ნეპოტიზმი ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული აუცილებლად როგორც სამშობლოს როგორც ღალატი ის არის თა ახალგაზრდები და გაიზარდონ კონკურსის იმედი უნდა გქონდეს, ანუ ყველას გქონდეს საშუალება, ხო? რომ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. შესაბამისად არ არის არც ის რომ კონსტიტუცია იწყება დღევანდელიც იმით რომ ხალხი არის ძალაუფლების წყარო, ხო? მაგრამ ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხება. აი ეს დოქტრინა სწორედ იმის გაკეთებას ცდილობს, რომ ხალხს კითხონ, რომ ხალხი ბერკეტი ხონდეს ამაში, თქვენ ძანეთ თუ არ მოიწონებათ გადაერჩიონო, ხო? სხვათა შორის, როდესაც აი ამ ივანიშვილის ხელისუფლებას ირჩევდნენ 12 წლის 14 წლის უკან 2012 წელს ხალხი ვისაც ეკითხებოდა კი მაგრამ ჯერ რა თვისი რომ აი ეს მილიონებს დაარიგებენ ასე ანუ ფულზე აგებული ფაქტობრივად დრო მოვიდა ხო რომელიც ფაქტობრივად კონსტიტუციაში დაწერია მაგრამ რეალურად ასეა ხო ნებისმიერი ფული მოსკოვიდან წამოა ირანიდან შეიძლება იყოს სახიფათო მაგრამ ფულია მიცი უდიდებულესობა ფული წყვეტს დღეს ყველა მიმართულებას ხო ეს არ ვარგა და კონსტიტუციაში სწორედ ეს უნდა იყოს ხო რომ თუ ხალხის ინტერესებზე ვლაპარაკობ თუ ხალხი არის მისი უდიდებულესობა და იმან უნდა შექმნას ხელისუფლება მაშინ ეს დოქტრინა ძალაუფლების წყარო არის ხალხი დიახ წერია ეს წერია კონსტიტუციაში როგორ კეთდება სულეთ სხვა რამე ხო ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხებოდა ხალხი მე ამიტომაც ვთქვი რომ ხალხს უნდა კონდეს გადარჩევის უფლებაც არის ქვეყნები რომელთაც ეს აქვს ამას აბსოლუტური მანდატი ქლე მაგალითად აირჩიე შენ დეპუტატი ხო თუ ის არ ვარგა დღეს არა გაქვს უფლება მას აბსოლუტური მანდატი აქვს აირჩიე და იქნება 4 დღე აი არის ქვეყნები სადაც არის ამის უფლება და შეგვიძლია ამას საუბრობ ეს არის სწორედ ჯელობის ამიტომ დოქტრინა და იდეა რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ რომ ხალხს შეეძლოს უკან გამოიწვიოს ის ვინც არ ვარგა ის ვინც ღალატობს იმ იდეებს ის გამოც ის აირჩიეს აი ასეთ ვითარებაში და მეც მინდა დაუდასტურო ჩემი დიდი პატრიოტიზმი ბატონ თემურს რომელიც ნამდვილად დაუღალავად შრომობს იმისათვის რომ ეს იდეა და ეს დიდი ხანია ფაქტობრივად ეს ჯგუფი ძალიან ცნობილი მეცნიერებისა მუშაობს ამ დოქტრინაზე ახლა მას სჭირდება იმპლემენტაცია ოღონდ ეს იმპლემენტაცია არ არის სავალდებულო თქვენს კითხვაზე პასუხობა ან ორგანული კანონის ან თუნდაც კონსტიტუციად გადაისახოს თავარი მიმართულებები იმის და მიხედვით როგორ მიიღებენ მას ის ძალები რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას იმის მიხედვით მოხდება ეს იდეები კონსტიტუციაში და აისახება რა თქმა უნდა შესაბამის განათლების კანონში შეიძლება აისახოს საგარეო მიმართულებების შესახებ დოქტრინაში და ასე შემდეგ. ოღონდ ახლა აი ბატონი თემური იყო ამაში აბსოლუტურად მართალი. ახლა თუ ამ დოქტრინამ არ იმუშავა, ეს არჩევნებით არ მიგვიყვანს ტაძრამდე. ამ არჩევნებსაც შეიძლება მოყვეს ზუსტად ისეთივე არაფრის მომტანი ხელისუფლება თუ დოქტრინალურად სწორად არ იქნა ჩატარებული ეს არჩევნები. ამიყევით იმ გზას რაც იურიდიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად მოუტანს ხალხს განვითარებას. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა დღეს სტაბილური ქვეყანა, უნდა მივიღოთ ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. აი როგორც თუ გვინდა ვიქცეთ სტაბილურ ქვეყანად. დიახ, და ემიგრანტებს მოუტანს აი იმ შესაძლებლობას, რომ ყველა მოდიოდეს უკან ამ ქვეყანაში და ყველა იყოს აქ და იღებდეს თითო აგურს დებდეს სულით და გულით თელითა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს გულწრფელად გეტყვი, რომ ემიგრანტები რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს. მათ შორის დასავლური გამოცდილება, ხო? რომ აი ბატონმა არჩილმა ასეთ ცოტა გამაკრიტიკა, რომ აი ევროპაზე თუმე ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ დღეს პრაქტიკულად ორად არის გაყოფილი მსოფლიო. ტრამპი ცდილობს დასავლეთ ნახევარსფეროში ჩაიკეტოს, ევროპა ძლიერდება, ხო? ფაქტობრივად დასავლეთ და აღმოსავლეთ
ნახევარსფეროდ ყოფენ ამას და სადღაც ხომ უნდა ვიყოთ, სადღაც ხომ უნდა წავიდეთ დოქტრინაში, სწორედ ეს არის საუბარი ამაზე, ინტერესები იქნეს აკუმულირებული. მადლობა. მადლობა თქვენ ბატონობესი, კრაკი ბატონი კოტე ემიგრაციასაც შეეხო და ემიგრაციის თემაზეც აისახებაო ამ დოქტრინის მიღება. თქვენ როგორც ისრაელში ბრძანდებით, გაქვთ ალბათ შეხვედრებიც ემიგრაციასთან და როგორ ფიქრობთ, რამდენად თვლიან თავს გარიყულად ემიგრანტები საქართველოს პროცესებიდან? რას ელოდებიან ისინი საქართველოში დაბრუნებას? ვინც ისრაელში მოხვდება, უკვე გძნობს რა არის სახელმწიფო, რა არის თქვათ ის პრინციპები, რითაც არავინ არ მისცეს უფლებას, რომ ამ პრინციპებს გადაუხოს. ანუ ყველა გძნობს ამ სახელმწიფო. რაც შეეხება მოქალაქეები, აქ რა იმედი უნდა ქონდეთ, როცა მან საქართველოში არ აქვს იმედი, ხო რაღაც აბსურდზე ვსაუბრობ. აქ ვინც ხვდება რა არის სახელმწიფო და უკვე იცის რა უნდა იყოს რა. ეხლა რაც შეეხება მეც მინდა ბატონები გამოსაზრება შეეღო, წინვალად ჩამოაყალიბეს კისინჯერის სწორედ იძახის, რომ იქნება ახალი ომი, აზიისა და ევროპის ომი. ეს ომი უკვე დაწყებულია. ეს არის არა მარტო კულტურული, არამედ ეკონომიური, არამედ მორალური და მთელი სისტემური ომია რა. მიდის ბრძოლა რისთვის? საქართველოს ეხლა მოდი თქვა, სად უნდა შეხვდეს, სად უნდა გაიაროს, რა არის ყველაზე ცენტრალური, ასევე ირანი, რუსეთის, ჩრდილოეთ სამხრეთის დამაკავშირებელი გზა. ამას უკვე დაიწყო სპეციფიკური სამსახურების შემცვლა, არასამთავრობების ყველა ქვეყანა ქმნის მენტალურ ინსტიტუტებს. დაიწყეს მუშაობა, ამიტომ ჩვენ ვერ გარდავრჩებით თუ არ დავიწყეთ მენტალური უშიშროების შექმნა. აი ეს კონგრესის იდეა არის სწორედ ის, რომ მენტალური უშიშროება შევქნა. ხო, ჩვენ თემა ის არის, რომ ჩვენ მამები დაგვიხოცეს, პოლიტიკური მამები, მოაზროვნე მამები, ნაწილი ვინც იყო აგე ვახტანგ მეფის დროს წავიდა, კი, კარგი საქმე აკვეთეს, მაგრამ წავიდა აღარ აყვავს. ამიტომ ვინც ყავს უნდა შევაწყვეტოთ და ჩვენ უნდა დავიწყოთ მენტალური თარის აღდგენა. შემდგომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ჰანტინგტონის თეორია უკვე შემოსული, რაც კონტინენტურ გაერთიანებაზე. ამ დროს ჩვენ ეს ორი პარტია ერთმანეთის განადგურებაზე არის. რო განადგურებენ, ფიქრობენ, რომ გადარჩებიან. აი აბსურდია, ხო? მოხდება ის, რომ ვერ შეძლებენ პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამხელა ევროპის და აზიის ერეფნის მართვა არის. აი უბრალოდ უნდა იყო ან სულერი, ან შიზოფრენია უნდა გჭირდეს. ან უვიცი, რომ შენ ამ სისტემას შეძლებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწრაფოთ სამეცნიერო დისციპლინების გადარჩევას. აი ვინც მოახერხებს და შეძლებს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, გეოპოლიტიკის ეს დარგების გარშემო ჩვენ გავაკეთოთ და ეს ვერ გააკეთებს ვერც ოპოზიცია. აქ მოხვედრილი ადამიანი სწორედ ისეთ განწყობებში არიან, აი შეუძლებელი ექნან ადამიანი გამოვიდა. დარგების განვითარება ბატონობესი მაშინ მოხდება თუ განათლება იქნება პრიორიტეტი ქვეყანაში და განათლებული როგორ არის ეს ხალხი, ვინც არის ოპოზიციაში და მმართველ პარტიაში, ამ დოქტრინას ჯერ ეგერთი არც მოიღებენ, ჯერ არ ჩაეკითხავენ. არ ჩაიკითხავენ, არ დაინტერესებიან ატელიაში, კი ბატონო. და დავიწყოთ არა იმაზე, რომ ამათ უნდა მიიღონ ეს დოქტრინა, არამედ ჩვენ როგორ გავიტანოთ დოქტრინა. მადლობა. მადლობა თქვენ ბატონ კოტე სიჭინავას მინდა. კოტე თუ რაიმე დამატება გინდა? საინტერესო ისაა, რომ წიგნში რომელიც გამოიცა ჩემი წიგნი, კისინჯერის შესანიშნავი წიგნი, ხო? კისინჯერის იტალიურ ენაზეა თუ არ იტალიურ ენაზე ჰერი კისინჯერი 6 დღიან ომიდან იომ ქიფურის ომამდე და ყვება ზუსტად ჰენრი კისინჯერის როლი შუა აღმოსავლეთის იმაში მოვლენების დროს და ამ წიგნში ზუსტად წერია, რომ როცა კისინჯერმა ხელოვნურ ინტელექტს შეეკითხა, აი ზუსტად რა მომავალი ექნება იმას რა ქვია პოლიტიკას, გეოპოლიტიკას, ხელოვნურმა ინტელექტმა უპასუხა, რომ საკმარისად მომზადებული არ არის და ამიტომაც მომზადებულ ხალხს და ადამიანებს შეეკითხოს და იმედია ჩვენ ვიქნებით ადამიანურად ინტელექტუალურად მომზადებულნი, როგორც ის ამ დოქტრინას
და გამოვიყენებთ ამ დოქტრინას საქართველოს კეთილდღეობისთვის. მადლობა. და თითო წუთი ყველას, იმიტომ რომ დრო იწურება და თან ბატონო თემური. კი ბატონო, არაფერი ჯობს გონიერ ადამიანებთან ურთიერთობას. დიდი მადლობა ასეთი გუნდის შექმნისთვის დღევანდელ გადაცემაში. უბრალოდ საქართველოს ეგზვიან შედეგებს და მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ ვებრძოლოთ მიზეზებს. ამიტომ ჩვენ განსხვავებული ხედვით ვართ, ისინი ვინც ხელისუფლებაში არიან და ვინც მის ოპოზიციად ქვიან თავს. ჩვენ არც ერთის ოპოზიცია არ ვართ და არც მეორე. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვებრძვით არც ხელისუფლებას და არ ვებრძვით არც ოპოზიციას. ჩვენ ვებრძვით მომავლის საქართველოსთვის და ვიცით, რომ ძალიან დიდი რამის გაკეთება შეიძლება. მაგრამ როგორ შეიძლება ეს? უნდა ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს. ერთი ეს და მეორე. პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. ეს ქვეყანა დღეს რეალურად პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქაში ცხოვრობს. დღეს საქართველოში სიკეთე გათვითობაცებულია, გენიოსი იყო ჭაბო ამირეჯიბი და დათა თუთაშია, ამათაც ზნეობრივი განსაცდელია. სიკეთე გათვითობაცებულია დღეს და ბოროტება ერთ პოლიტიკურ მუშტად შეგრული. ქვეყანას ჩვენი ამოცანა რა არის? გათვითობაცებული სიკეთე შევკრათ ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად. დააგვირდით, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად. ესაა ხელოვნება. ეს არ არის საქართველოს, მე რომ ვამბობ, რომ მტერი შიგნით ხავს, მტერი რა არის საქართველოს მთავარი მტერი საქართველოს არის დაპირისპირება. დაპირისპირებული მართალიც რომ იყო დღეს ამ სიტუაციაში უკვე დამნაშავე ხარ. ან რეალურად მეცნიერთა კონგრესი ამ დაპირისპირებას ამთავრებს იმით, რომ ან დაპირისპირებული მხარეები პოულობენ საერთო ენას, ან ორივე უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. სხვა აღარ არსებობს. დიდი მადლობა ბატონო კოტე კემულარიას და ბატონ არჩილ შემდეგ. შევაჯამებდი სწორედ იმით, რომ ჩვენ თავაზობთ ყველას ამ დოქტრინას, ბატონო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, ბატონო, ეს აბსოლუტურად სწორი იყო, რომ ამას მიიღებენ და წაში შეხვდებიან, მაგრამ ერთი დიდი საქმე შეიძლება გაკეთდეს. ვინც ამ დოქტრინას ღებულობს და ასეთი ათასობით და ძალიან ბევრი ადამიანია, ხო? და მადლობა თქვენ, რომ დღეს კიდე ძალიან ბევრი ადამიანი გაეცნობა და უფრო დიდი ინტერესით ჩახედავს და შეისწავლის ამას. აი ეს ადამიანები ვინც იღებენ, ხო? ვინც მიიღებენ და ვინც თვლიან, რომ ეს ღირებულია, აი ისინი გავერთიანდეთ. აი ისინი შევიკრიბოთ, ეს ძალიან დიდი ძალა იქნება, რომელთაც შეიძლება მეტად დაეყნოს ქართული პოლიტიკური პროცესები უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა. ნამდვილად, დიდი მადლობა ბატონო არჩილ. მადლობთ. ძალიან მოკლედ ბატონ კოტეს მინდა უთხრა კემულარიას სასიფარულოა ბატონ კოტე, თქვენი ამ ფორმატში გაცნობა, ის დიდი ხანია გიცნობთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას. არ ყოფილა ეს კრიტიკა, უბრალოდ მე ვთქვი, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ჩემთვის ცოტა უფრო მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე კავშირთან, ესე ვთქვათ, მისი ასოცირება. არ ვიცი, შესაძლოა მე არაფერი მაქვს ნამდვილად საწინააღმდეგო ევროკავშირთან და ევროპასთან, ზოგადად განსაკუთრებით ისეთთან, რომელიც ესე ვთქვათ ქრისტიანულ ცივილიზაციაზე დგას, თუმცა ალბათ ეს ვიღაცისთვის საკამოც საკითხი იქნება, არ ვიცი. ჩემი აზრით, ანუ ისევ მიზნამ საშუალებასა და მიზანს რო დაუბრუნდეთ, მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის კარგად ყოფნა და რა საშუალება იქნება ამისთვის გამოყენებული, ამაზე ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ. დანარჩენსაც შეეხება, რამდენად იქნება მიღებული და ასე შემდეგ, არსებობს ესეთი ფრაზა საზოგადოებრივი დაკვეთა, რომელსაც უნდათ თუ არა პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ითვალისწინებენ, როდესაც საზოგადოება რაღაცას შეთანხმებულია და ისინი თხოვენ რაღაც კონკრეტული იდეის რეალიზებას და ალბათ გამოსავალიც ესე უხეშად რო ვთქვათ და ცოტა ალბათ პრიმიტიულადაც, თუ კი იქნება საზოგადოებრივი დაკვეთა, ანუ ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე თუ მოითხოვს იმას, რომ ეს ძალიან კარგი დოქტრინა იქნეს რეალიზებული და გადატანილი ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებობს საკმაოდ დიდი პერსპექტივა იმისა, რომ ასეც მოხდეს. მე ესე ვუყურებ ამ ყველაფერს. ბატონო ბესი, ხომ არ გინდათ რაიმეს დამატება? მე მინდა გამოვაკრისტალო ის აზრი, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთმანეთის მოსწრობით არის მათი ამოცანა, რომ აჯობოთ. და ის კი არა, რომ თქვათ კონკრეტული ამოცანები ამოხსნა. მე აი კონკრეტული მაგალითი მინდა აი ბატონის თემურმა ახსენა, იქ ორმო იყო და საბურავები გაგვისკეტა, ხო? იქ რო გაივლის ოპოზიციის წარმომადგენელი შეიაგინებს და მთელი დღე ილაპარაკებს, რა ცუდია მმართველი პარტია. მმართველი პარტია კი ვიღაცა გაივლი ჩარტყა, სხვას არ ამოიღებს, მაგრამ ის ორმო ისევ იქნება. გამიგეთ, ამიტომ ჩვენ ამათ იმედი არ უნდა გქონდეს.
ეს ისეთი კონსტრუქციული სისტემებია შექმნილი იქითა და აქეთ, ხო, რომელიც ისინი არ არიან ორიენტირებული კონკრეტული ამოცანების ამოხსნაზე და სახელმწიფოს ძალიან სჭირდება სწრაფი ოპერატიული მოაზროვნე ადამიანები რა, რომელიც იქნება ავანგარდები, რომელიც სწრაფად იმუშავებენ და ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ეს ამოცანები, ამას სხვა გააკეთებს, ჩვენ გადავწყვიტოთ, ჩვენ ვიფიქროთ რა. შემოს დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო. კარგად ჩვენი დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა ჩემ ძვირფას სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისათვის. ტელემაყურებელმა ალბათ საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ირგვლივ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და ჩვენ მსმენელსაც ყველას უფლება აქვს გამოთქვას თავისი მოსაზრება, სოციალური ქსელის საშუალებით შეუძლიათ დაგვეკონტაქტონ. გემშვიდობებით შევხვდებით მომავალ გადაცემაში.